შიდა ქართლში ტურისტული სეზონი უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალში საზეიმოდ გაიხსნა. გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელოვანების ნიმუშები, ტრადიციული პროდუქტები, სერვისები და ტურისტული მიმართულებების ამსახველი მასალები წარადგინეს. გაიმართა გამოფენა გაყიდვა და მთვარეელებელს შესაძლებლობა ჰქონდა ტანისა და თეძმის, დაცული ლანდშაფტის, ადმინისტრაციის წარმომადგენელ საქმიანობის ამსახველ ფოტოებს, მაკეტებს, საგანმანათლებლო მოწყობილობებს და ვიზუალურ ინსტალაციებს გაცნობოდა. დაინტერესებულმა ვიზიტორებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია ეკოტურისტულ მარშრუტებზე, დაცულ ტერიტორიაზე არსებულ ბიომრავალფეროვნებაზე, ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებსა და მიმდინარე გარემოს დაცვით აქტივობებზე. გამოფენა გაყიდვის პარალელურად რეგიონში არსებული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. დღეს შიდა ქართლში შევიკრიბეთ უფლისციხის მუზეუმ ნაკრძალში 4 მუნიციპალიტეტს წარმოდგენილი ჰქონდა, როგორც ფოლკლორი, ასევე ხელოვნების ნამუშევრები, ასევე ადგილობრივ მეწარმეებს ჰქონდათ წარმოდგენილი თავიანთი ნაწარმი. დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ ზაფხულის ტურიზმის სეზონი გახსნილად გამოვაცხადოთ. კიდევ ერთხელ მინდა მიულოცო ჩვენი რეგიონის ყველა მაცხოვრებელს დღევანდელი დღე და წარმატებები უსურვო. მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ტურიზმის დღის გახსნა. დღეიდან გახსნილი არის. მე მინდა რომ ტურიზმი ერთ-ერთი წარმართველი იქნება ჩვენს ეკონომიკაში და ამიტომ მისი შედეგები თითოეული ქართველის ოჯახის ამსახველი იქნება და მინდა რომ ჩვენი ტურიზმი, რომელიც მართლა გამორჩეულია მთელი სამყაროს მასშტაბით, კიდევ უფრო განვითარდეს და უფრო წინ წავიდეს. მინდა გითხრათ, რომ გორის მუნიციპალიტეტს აქვს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი, ასევე მრავალფეროვანი ტურისტული პოტენციალი, რომელსაც დაემატა ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიები. მოგეხსენება დაცულ ტერიტორიებზე წარმოებს ასე ვთქვათ პასუხისმგებლიანი იგივე ეკოტურიზმი და ეკოტურისტული მიმართულებით დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას გვაქვს არაერთი გეგმა, მათ შორის ეკოტურისტული ბილიკების გაყვანა, მარკირება და ასე შემდეგ, რომელსაც პარალელურად ვეწევით. მნიშვნელოვანია, რომ შიდა ქართლი გამოირჩევა თავისი კულტურული და ისტორიული მრავალფეროვნებით, ასევე ბუნებრივი მრავალფეროვნებით, რომელიც იზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებს.